შალო პაპუაშვილის წერილზე მე გაგკითხეთ, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირის მისია თავს არიდებს სისხლისა და ძალადობის გამოვლენებისგან დისტანცირებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფებისგან მომდინარეობს. როგორ ფიქრობთ თქვენ, რატომ იქცევა ასე? ხო, სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, ის რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, ეს ექსტრემისტული დაჯგუფებები, რადიკალები, რა თქმა უნდა, წახალისებულია გარედან. ის თანხები, რომელიც შემოედინებოდა, მიმართული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო, არსებული ხელისუფლების დამხობა, პირდაპირ ერეოდნენ არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნების მოხდენობაში, თავიანთი განცხადებებით, პოლიტიკური პოზიციებით, რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი პრობლემა. თუმცა ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. რა თქმა უნდა, ძალიან უხერხულია ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები, პოლიტიკური განცხადებები, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას. ცნობილი გახდა, რომ მიღებული მოქალაქის კონკრეტული საქმიანობისთვის მას უნდა უთანხმო, ანუ ევროკავშირს უნდა უთანხმოებდეთ ყველა ქცევას, აი პაპუაშვილი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტული ადამიანების პროტესტზე ზოგიერთი დეპუტატების მიმართ ქუჩაში. და ეს მოქალაქეები შეიძლება საქმიანობაში არიან დაფინანსებული ევროკავშირის მიერ, მაგრამ როგორც მოქალაქე, ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა და გამჭვირვალობის კანონი. ყველა თანხები, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, რა თქმა უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ვისგან ფინანსდებიან და რა კონკრეტულ პროექტებს ხმარდება. რა თქმა უნდა, როდესაც ხდება მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება, რადიკალიზმის გაღვივება, საზოგადოების პოლარიზაცია და ამას უცხოეთიდან აფინანსებენ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე და ამას ყოველთვის უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მარტაკოვის განცხადებაზე მინდა გითხრათ, რომელმაც თქვა, რომ მოლაპარაკების პროცესი შეაჩერა ევროპულმა საბჭომ. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ ოპოზიციისგან განცხადებებს, რომ ეს პროცესი და ამ პროცესის შეჩერება მოჰყვა პრემიერ-მინისტრის განცხადებას. რეალურად რა გამოჩნდა ამ განცხადებით, კოსის განცხადებით და როგორი იყო ევროპული საბჭოს დამოკიდებულება? ხო, არაფერი რაც სიმართლეა, ის სიმართლე არ იმალება, ხო? ადრე თუ გვიან ყველაფერი ცხადიდან ნათელი ხდება. ჩვენ როდესაც პირდაპირ გვეუბნებოდნენ და ამას ოფიციალური თანამდებობის პირები ამბობდნენ, რომ ევროკავშირის გაფართოვება წარმოუდგენელია 2030 წლამდე, ხო? ჩვენ გამოვედით და ამაზე პირდაპირ ვისაუბრეთ და მე გახსოვთ თუ რა პროცესები მოყვა ამ ყველაფერს. ამიტომ ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს თავიანთი პოლიტიკური სპეკულაციებით რაღაცეები შეფუთონ, რაღაცეები ისე წარმოაჩინონ, როგორც თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს აწყობს, მაგრამ სიმართლე არის ერთი. სიმართლე არის ის, რაზეც ხა თქვენ დასვით შეკითხვა, რაზეც ისაუბრეს და ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ მოხდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია, ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ რა თქმა უნდა პირველ რიგში გავითვალისწინებთ ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის ინტერესს. რადგან ევროკავშირზე საუბრობთ, ევროკავშირთან მიმართებით ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვითაც 17% არის შემცირებული ნდობა მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირთან მიმართებით და შემცირებულია ასევე პროცენტული რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც სურს გაწევრიანება ევროკავშირთან. როგორ ფიქრობთ, აი ეს მონაცემები და ეს ყველაფერი რატომ ეს მონაცემები რაზე მეტყოლებს ამ შემთხვევაში? მე ვფიქრობ, არც არის გასაკვირი, ხა სულ რამოდენიმე სიტყვით ვიტყვი და ვფიქრობ საზოგადოება ყველაფერს გაიგებს და სწორ ანალიზს გააკეთებს. მაშინ, როდესაც სააკაშვილი დაგვისახეს ევროპულ საზომად, რადიკალიზმი სამოქალაქო სტანდარტად, ომში ჩათრევას ცდილობდნენ, ეკონომიკის განადგურებას გვიქადნენ, ცხადია, ამას რეაგირება მოყვება და ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, ხო? და ნამდვილად არ მიკვირს ის შედეგები, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. ყველას გიპასუხებთ. რეზოლუცია მიიღო საგარეო კომიტეტმა ევროპარლამენტარის. ასე ვთქვათ, იყვნენ მოხსენებლები აქ ნოლომჯარია, ეკა გიგაური, რასაიგნიჩემ და ამ რეზოლუციაში წერია მთავარი ის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გათავისუფლებული, ჰუმანიტარული მიზნით უნდა იყოს გადაყვანილი. როგორ ფიქრობთ, აი ამ რეზოლუციას და ამ
ამ შინაარსების სიმანიშნებელი არის ახალი არჩევნები და სანქციებიც არის. კი, ნუ ეს ხა ამ ტიპის რეზოლუციები ძალიან ბევრი გვინახავს და ძალიან კარგად ვიცით თუ როგორ ხდება ამ ყველაფრის მიღება, რამდენ სიხდიან, რა თანხებზია საუბარი. ეს ყველაფერი შეფუთულია ლობიზმით და რეალურად ჩვეულებრივი კორუფცია არის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რეზოლუციებს აქვს ჩალის ფასი. ის ადამიანები ხა ვინც თქვენ ჩამოთვალეთ და დაასახელეთ, რომლებიც აგენტურას წარმოადგენენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, საზოგადოებას და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მათ მიმართ და მათ თანაგუნდელების მიმართ აქვს შესაბამისი დამოკიდებულება, ის დამოკიდებულება, რასაც ისინი იმსახურებენ. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ხარ აგენტი და ემსახურები უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, ყავს პატრონები გარედან და მზად ხარ ყველა ნაბიჯი გადადგა, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ, შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ყოველთვის საზოგადოების მხრიდან ექნება აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება. ამ რეზოლუციაში, რომელიც დამტკიცდა რასაივნები შენეს ლიდერობით, თქვენი სახელი და გვარიც წერია. მოთხოვნილია თქვენი სანქციება, პერსონალური სანქციები დაწესება თქვენთვის როგორც პირისთვის, რომელიც ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ამ ქვეყნის საზიანად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი ტიპის ამ მსგავსი ტიპის ბიუროკრატები ოდიოზური ტიპები, რომლებიც აი თქვენ გვარის სახელი დაასახელეთ, ასეთი ბიუროკრატები საკმაოდ მრავლად არის სამწუხაროდ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შეიცვლება და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ ისეთ ევროპას, რომლის კენაც ვისწრაფვით და რომლისკენაც, რა ვიცი, ოდითგანვე ჩვენი მიზანი იყო გაერთიანება ევროპულ ოჯახში. არა ისეთი, როგორც დღეს არის და დღეს წარმოადგენს, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, ცილისამებაზე, არამედ რეალური ევროპა. აი რაც არის ახლა რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს ბატონო კახა. ამ წერია რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებთ და ეს არის მიზეზი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ აი ეს არის ზუსტად განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის, რადიკალებს შორის. ჩვენ ვართ ადამიანები, ვინც ასრულებს პირველ რიგში ქართველი ხალხის დავალებას. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი. ჩვენგან განსხვავებით, თქვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის გარედან რას გეტყვიან, რასაც გიბრძანებენ, რა დავალებასაც მოგცემენ, აი რო გითხრან დღეს, აი ეს კედელი, რომელიც ახლა ავაშენეთ, მიდით და თავით დაეტაკეთო, კითხვასაც არ დასვავთ. რატო დავეტაკოთ, თავი გაგვიტყდებაო, არ გაქვთ ამის უფლება. აი ეს არის სხვაობა და მოცემულობა. მეგობრები, მაშინ თქვენ სანქციებას რატო იხმობთ, თუ თქვენ ქართულ საქმეს აკეთებთ ბატონო? რატო მიგხოვენ ამ ქვეყნის მეგობრები თქვენ სანქციებას, ამას როგორ ახსნით? ბატონო? ამ ქვეყნის მეგობრები თქვენ სანქციებას მაშინ რატო მიგხოვენ, თუ თქვენ ამბობთ, რომ ქართულ საქმეს აკეთებთ? იმიტომ რომ აი ეს რაც ვისაუბრე თქვენ როდესაც დამისვით შეკითხვა რომ ევროპის მიმართ შემცირებულია ნდობა. როდესაც სააკაშვილს გისახავენ როგორც ევროპულ მომავალს, ასევე იმ დაპირისპირებას, რადიკალიზმს, პოლარიზაციას სამოქალაქო სტანდარტად, როდესაც ცდელობა იყო ქვეყნის ომში ჩათრევის, როდესაც ეკონომიკის განადგურებას გიქადნენ, აი ეს არის მოცემულობა. და ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით. ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ. და რა თქმა უნდა, აგენტურა ქვეყნის მტრები ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში. გიორგი გაბიტაშვილის შესახებ დღეს ბრიფინგით გავიგეთ, რომ ის აღარ იქნება გენერალური პროკურორი და პროკურატურის სხვა თანამშრომლები პროკურორები გვეუბნებიან, რომ არ იცოდნენ ამის შესახებ, გამოდის, რომ დამშვიდობების გარეშე თუ უწყებასთან ინფორმირების გარეშე მოხდა ეს გადაწყვეტილება. რატომ გადადგა გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორი, რატომ აღარ იქნება? არა, ვერ გეტყვით, არ ვიცი. მე როგორც მოვისმინე, სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას. ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება არის. ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება არის. ან ერთი კონკრეტული თანამდებობიდან გადადის მეორე კონკრეტულ თანამდებობაში. რა არის? მოსაზრებაზე, რომელიც გაჩნდა, რომ გიორგი გაბიტაშვილი არის დასანქცირებული გაერთიანებული სამეფოს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ და ახლა ყველა გადაადგილება რაც კი ხდება
უკავშირდება სწორედ განაპირობებს ამ ეს სანქციები განაპირობებს ამ ცვლილებებს. იმიტომ რომ თანამდებობიდან მიდიან პირები, რომელთა მიმართაც დიდი უკმაყოფილებაა მათ შორის დასავლეთში. ასე ცდილობთ ასე. როგორ ხდება რომ ვერაფერს ვერ ვიგებთ ვერას ბატონო კალთაზე თქვენ ვერ გაიგებთ ვერას დახშულები ვერ გაიგებთ ვერას არა ვერ გავიგებ არა ბატონო როგორ ხდება რომ არასდროს არაფერი ვიცის ბატონ კახა ვინ რა ვერ გააკეთა ერთი წელიც არ არის შესრულებული რა ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება თავად თუ სხვა თუ მას შეთავაზეს ანუ შეგიძლიათ მეტი გითხრათ რა მე რას გავიგებ ახლა თქვენთვის საინტერესო არ არის შალვა პაპუაშვილმა ზედმიწევნით ახსნა გადაწყვეტილების მიზეზი რომ ადამიანი ერთი კონკრეტული თანამდებობიდან გადადის მეორე უწყებაში და იკავებს კონკრეტულ თანამდებობას. რა არის ამაში ცუდი? მე რო დღეს მერი ვარ. მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო, ხვალ რომ სხვა თანამდებობაზე გადავიდე, რა არის ამაში? პრობლემას ხედავთ, ან საერთოდ პოლიტიკაში რო არ ვიყო, რა არის ამ პრობლემას ხედავ? როცა არის, რატომ ჩაითვალა რა მშულობა აქვს ხა? ჩემი დღევანდელი სტატუსი, მთელი ცხოვრება კი არა, მონიჭებული გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი. რამდენიმე წლის წინ სპორტში ვიყავი და სპორტით ვიყავი დაკავებული. დღეს პოლიტიკაში ვარ. ხვალზე კიდე შეიძლება სადღაც ვიყო. აი ზურაბელთაზე ვინაის ინფორმაციით ბატონო კახა იმიტომ რომ ვცელდება ინფორმაცია რომ მისით აპირებენ გიორგი გაბიჯაშვილის ჩანაცვლებას. ნუ პირველ რიგში ხუჩა კვარაცხელიას კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო ის დიდი გამარჯვება, რაც ჩემპიონთა ლიგის მოგებით გააკეთა და გაახარა სრულიად საქართველოს. ეს არის მართლაც, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის არის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით, მიულოცო მას, ხვიჩას და ზაზა ფაჩულიას იმ მნიშვნელოვან წოდებას და ჯილდოზე წარდგენა, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ჩემთვისაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივია აღნიშნული ჯილდო და ეს არის ჯილდო იმ უდიდესი შრომის, უდიდესი მიზანდასახულობის, რა ვიცი, უამრავი გათენებული ღამის 90-იანი წლების პატარა ბიჭის მიერ ჩაფიქრებული ოცნების ასრულების ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა და ღმერთმა მომცა ამის საშუალება, რომ როგორც ფეხბურთელს მეთამაშა მსოფლიოს საუკეთესო გუნდში და ქონოდა წარმატებული კარიერა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ჩვენს პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ დაფასებისთვის, გამოვხატო მადლიერება მის მიმართ, მთელი გუნდის მიმართ, რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ეს გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლი კობახიძეს, რომელიც სხვათა შორის ძალიან მაგარი გულშემატკივარია ქართული ფეხბურთის და ძალიან მაგრად ერკვევა ფეხბურთში. ბატონო, მე მინდა გითხრათ გაეროს რეზოლუციაზე, მხარდამჭერ რეზოლუციაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იწვრებით ერთადელ ტოლმთა სტატუსის შესახებ. ერთგვარი მხარდამჭერი განცხადება ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც დაგმობილია რუსული აგრესია. როგორ შეაფასებთ ამ დოკუმენტს, რა მნიშვნელობა აქვს? რა თქმა უნდა, საერთაშორისო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებული არის, თუმცა ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მალე მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც დარწმუნებული ვარ ყველა ქართველისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასი და მნიშვნელოვანია სამშობლო, დღეს ნომერ პირველი პრიორიტეტი ეს არის ქვეყნის ტერიტორიული. მაგრამ გაეროს ამ რეზოლუციას ბატონო კახა არ აქვს მაგალითად ჩინეთის მხარდაჭერა, ასევე არ აქვს საამიროების მხარდაჭერა და ეს მაშინ როცა ორივე ამ ქვეყანას ქართული ოცნება აცხადებს ამ ქვეყნის მოკავშირედ და ამბობს, რომ პარტნიორული ურთიერთობები აქვს ჩინეთთანაც და საამიროებთანაც. აი ამას როგორ ახსნით? როგორ ვერ მოახერხეთ მაშინ, რომ პარტნიორულ სახელმწიფოებმა როგორ ვერ მოახერხეთ, რომ პარტნიორ სახელმწიფოებს მხარი დაეჭირეთ ამ მნიშვნელობას? და ვინ არ დაუჭირა მხარი? არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მაგალითად მხარი არ დაუჭირა. ინფორმაცია და გამჭირდება გიქს. არ ვიცი, ვერ გეტყვი, არ მოხსნით. საემიროებთან ჩვენ მქონდა შეთანხმება, რომ პოლოლიკაშვილის ნაცვლად დავუჭერდით მხარს ემირატების კანდიდატს. რა შეთანხმება იყო შეგიძლიათ გითხრათ, იმიტომ რომ სანაცვლოდ მაგალითად მათი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვან რეზოლუციაზე ვერ მივიდა. ვერ გეტყვით, მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. ეს იყო დიპლომატიური შეთანხმება თუ რაიმე პოლიტიკური ვერ გეტყვით, არ ვიცი. ალბათ აშვა შეებაჩიაშვილი. თავრობის
მოძრაობის წარმომადგენლები უფრო დეტალურად გეტყვიან აღნიშნავს. ბატონო, თქვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ პრობლემურად იმას, რომ პარტნიორი ჩართული ფეხბურთისთვის კვარაცხელიას გატანის ფინალური ეტაპისთვის და თქვენ გაქვთ გამოცდილება ამ ჩემპიონატის მოგების და როგორი შეგრძნება ზოგადად ახლა, როდესაც ძალიან მაგარია ხო. გულწრფელად ვიტყვი, ძალიან რთულია გადმოცე ის სიტყვებით ემოციები, რაც უკავშირდება ჩემპიონთა ლიგის მოგებას და გამარჯვებას. ხვიჩას გულწრფელად ულოცავ და ვარ მართლა ბედნიერი ადამიანი. უსურვებ მას კიდევ უფრო მეტ გამარჯვებებს და რეალურად აქვს შანსი რომ კიდე მოიგოს ჩემპიონთა ლიგები. ძალიან მაგარია პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობებისთვის ეს არის დამატებითი სტიმული და ყველამ კარგად უნდა იცოდეს. ჩვენ ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ. უბრალოდ ცოტა შრომა და მუშაობა არ გვიყვარს. მოვიკოჭლებთ მაგაში და თავდაუზოგავი შრომით, მუშაობით. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული გზა, როდესაც შენ ამ გზაზე ბევრი რთული ბარიერი შეხვდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუხარო თავი, უნდა გადალახო ეს ბარიერები და დარწმუნებული ვარ ღმერთი აუცილებლად დაგიფასებს შენს შრომას, მიზანდასახულობას, რაც აი კვარაცხელია, ხვიჩა კვარაცხელია არის დღეს თანამედროვე საქართველოს საუკეთესო მაგალითი თუ როგორ შეიძლება ერთმა პატარმა ბიჭმა მიაღწიოს ამხელა წარმატებას.